ეხლა გადავდივართ ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან, რომელიც დღეს დილით ჩვენთან ერთადაა ჰააგადან, ნიდერლანდებიდან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Face the Nation-ში. სასიამოვნოა, დაბრუნება ეთერში. მშვიდობისა. ირანმა 2 რაკეტა გაუშვა დიეგო გარსიასკენ, რომელიც ინდოეთის ოკეანეში შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივ ბაზას მასპინძლობს. ის ირანისგან 4000 კილომეტრშია, რაც ირანისთვის ყველაზე შორეული წერტილია. ელჩმა ბაუცმა თქვა, რომ ირანის თავდასხმის შეფასებაზე ისრაელსა და კაიროს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ისრაელი აღნიშნავს, რომ ბალისტიკური რაკეტები ბერლინს, პარიზსა და რომს მისწვებოდა. ისრაელი აცხადებს, რომ ეს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ბერლინს, პარიზსა და რომს მიაღწევდნენ, რასაც ნატოც ეთანხმება. ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ და ვიძიებთ, თუ ეს მართალია, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რასაც პრეზიდენტი აქ აკეთებს, ბალისტიკური რაკეტების და ირანის ბირთვული შესაძლებლობების აღმოფხვრა გადამწყვეტია, ზუსტად ისე, როგორც ელჩმა ბაუცმა ახლახან თქვა. ჩრდილოეთ კორეის მაგალითმა გვაჩვენა, რომ თუ დიდხანს ვიმსჯელებთ, შესაძლებელია საკითხის გადაწყვეტის შესაფერისი მომენტი დავკარგოთ. და ახლა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შესაძლებლობა აქვს. ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს განსაკუთრებით რაკეტებთან ერთად, ეს პირდაპირი და ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის, რეგიონისთვის, ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. პრეზიდენტის ქმედება გადამწყვეტია, ვხედავ გამოკითხვებს, მაგრამ იმედი მაქვს, ამერიკელი ხალხი მას დაუჭერს მხარს, რადგან ის ამას მთელი მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ გასახდომად აკეთებს. ანუ ეხლა ფიქრობთ, რომ ირანს ბერლინის, პარიზის და რომის დაბომბვა შეუძლია? ყველა მათგანი პირდაპირი საფრთხის ქვეშაა. რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ მათ თითქმის მიაღწიეს ამ შესაძლებლობას, იქნება ეს ბრიტანული ბაზის შემთხვევაში დიეგო გარსია. სიტუაციას ჯერ კიდევ ვაფასებთ. მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე აქვთ ეს შესაძლებლობა. თუნდაც ეს ასე არ იყოს, ვიცით, რომ ისინი უკიდურესად ახლოს არიან ამ შესაძლებლობის მიღწევასთან. ამიტომ ვფიქრობ, ევროპელი პოლიტიკოსების უმეტესობა საბოლოოდ ამ საკითხთან აიგივებს თავს. რასაც პრეზიდენტი აქ აკეთებს არის ის, რომ ის ანანადგურებს და ამსირებს ირანის შესაძლებლობას კვლავ გახდეს ქაოსის ექსპორტიორი, გაავრცელოს ქაოსი რეგიონში და მთელ მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს თქვენი ქება მოსწონს, მაგრამ ის საკმაოდ იმედგაცრუებულია და ეს ნათლად გამოხატა. ამ კვირაში ნატოსა და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მან ნატო ქაღალდის ვებხვად მოიხსენია, ზეფორნილის გარეშე. მან თქვა, რომ ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე ჩივიან, როცა გადახდა უწევთ, მაგრამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება არ სურთ. მარტივია მშიშრებისთვის. ჩვენ დავიმახსოვრებთ. ამ კვირაში პრეზიდენტთან რამდენჯერმე ვისაუბრე და კარგი ამბავი ისაა, რომ მქონდა ღერძები. Epic Fury-ისთვის კვირების განმავლობაში გეგმავდნენ, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზების გამო მათ არ შეეძლოთ ღონისძიების ჩატარება და არც ევროპელ მოკავშირეებთან, მსოფლიოს გარშემო მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან შეეძლოთ გაეზიარებინათ ის, რასაც აკეთებდნენ. რადგან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებდა პირველი შეტევის ეფექტს. ან ლოგიკურად ევროპულ ქვეყნებს გაერთიანებას რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა. ამ დროისთვის კარგი ამბავია, რომ ხუთშაბათიდან 22 ქვეყანა უმეტესად ნატოს წევრი, ასევე იაპონია, კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ბარეინი არაბთა გაერთიანებული საამიროებით შეუერთდა ძირითადად სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. რა გვჭირდება, როდის გვჭირდება ეს და სად გვჭირდება ეს? ამ სამ კითხვაზე ახლა მუშაობენ, რათა უპასუხონ პრეზიდენტის მოწოდებას, უზრუნველყონ თავისუფალი ნავიგაცია ხორმუზის სრუტეში. სიზუსტისთვის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ომს 4-დან 6 კვირამდე დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ საბრძოლო ოპერაციები აპრილის დასაწყისში დასრულდება, თუმცა ის ჯარს აგზავნის და შესაძლოა კონგრესს დამატებით თანხასაც სთხოვოს. რომელი ნაწილი იყო, როდის, როცა მან გითხრათ, რომ ამ ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა საჭირო იქნებოდა. ჩემი წყაროებით ისინი ბრძოლის შუაგულში მათ გაგზავნაზე თანახმა არ არიან. ცხადია პირდაპირ ეთერში, რომელსაც მსოფლიო უყურებს, ვერ განვიხილავს საიდუმლო საკითხებს თქვენთან ერთად. გარწმუნებთ, რომ გაერთიანებული სამეფო წინა ხაზია და ლიდერობს ამ 22 ქვეყნის ძალისხმევას პრემიერ-მინისტრის ხანძღვანელობით. ამ კვირაში მქონდა სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრ სტარმერთან და პრეზიდენტ მაკრონთან და კიდევ ერთხელ ამან გამოიწვია ის, რომ ახლა უკვე 22 ქვეყანა შეუერთდა ამ ინიციატივას. და სინამდვილეში ერთ-ერთი საკითხი არა მხოლოდ რა და სად არის, არამედ როდისაც. ამიტომ სამხედრო დაგეგმვის სპეციალისტები ერთად მუშაობენ, რომ მზად ვიყოთ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჰორმუზის სრუტე თავისუფალი ნავიგაციისთვის იყოს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის.
თუმცა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ეს ირანს ბევრად სცდება, როცა საქმე ნატოს მიმართ მის დამოკიდებულებასა და ევროპის დახმარების მზადყოფნას ეხება. მოусმინეთ ამას. ფიქრობ, ნატო დიდ შეცდომას უშვებს და ამას დიდი ხანია ვამბობ. მაინტერესებს, იქნებოდა თუ არა ნატო ოდესმე ჩვენს გვერდით. ეს დიდი გამოცდა იყო, რადგან ისინი იქ უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ჩვენ არ დავჭირვებია. პრეზიდენტი ამას ისევ ერთგვარ ურთიერთდახმარებად ხედავს. მან ასევე ახსენა უკრაინა და თქვა: მე ევროპას უკრაინის საკითხში ვეხმარები. ისინი რატომ არ მეხმარებიან? გეშინიათ, რომ ეს ნატოს მიზნებს სხვაგან დააზიანებს. რაც ვიცი ისაა, რომ ყოველთვის ერთად ვამთავრეთ. სწორედ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჰქონდა ჰააგაში უკიდურესად წარმატებული სამიტი, სადაც შევთანხმდით, რომ ჩვენი MŠP-ს 5% თავდაცვაზე დავხარჯავდით. და შესაბამისად პირველად აისენჰაუერის შემდეგ გათანაბრდა. ეს უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა, გარკვეული დროა, რაც ევროპული ხარჯები ამერიკულს გაუთანაბრდა. არა მხოლოდ სამართლიანობის გამო უნდა დავხარჯოთ ერთნაირად, როგორც ტრამპი ითხოვდა 45 და 47 ვადებში. მან ეს საჭიროებიდან გამომდინარე შეძლო რუსეთის საფრთხისა და ჩვენი სხვა მოწინააღმდეგეების უკრაინაზე ზეწოლის ფონზე. ეს შეერთებული შტატებია, რომელიც ევროპელებთან ერთად აწვის დაზვერვასა და იარაღს რუსების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და უზრუნველყოფს, რომ მათ ყველაფერი ჰქონდეთ. ირანთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვეთანხმები და მესმის პრეზიდენტის იმედგაცრუება. დრო დასჭირდება, მაგრამ თხოვ გაგებას, რადგან ქვეყნებს ამისთვის მომზადება მოუწიათ. მათ არ იცოდნენ თანაც საფუძვლიანი მიზეზების გამო ირანზე თავდაპირველი თავდასხმის შესახებ. მაგრამ ახლა ისინი ერთიანდებიან, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია ჰორმუზის სრუტის დაცვა. ნატოს წევრებმა მითხრეს, ალიანსი თავდაცვითია და არა შემტევი. ჩვენ ამას არ უჭერთ მხარს და არც პრეზიდენტის მოთხოვნას ვეთანხმებით. რუსეთის საკითხზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ რუსული ნავთობის ექსპორტის სანქციების შეჩერება გვაშფოთებს და საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ეს არის იმ ქმედებების ნაწილი, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს, რათა შეეცადოს შეაჩეროს ნავთობის ფასების ზრდა ქვეყანაში. სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი რუსეთში მიდის. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ეს 10 მილიარდთან უფრო ახლოსაა. ეს ვლადიმერ პუტინს სარგებელს არ აძლევს. სწორედ ესაა მთავარი, პრეზიდენტმა ყველა ეს ინტერესი უნდა დააბალანსოს. ვიცი, რომ ის თავის გუნდთან, ჯარედ კუშნერთან, სტივ ვიტკოფთან და მარკო რუბიოსთან ერთადაა. ისინი უკრაინელებთან ერთად რუსებს შეთანხმებისთვის აწვევიან. გასულ კვირას ლონდონში პრეზიდენტ ზელენსკისთან საათნახევარი ვისაუბრე, მას შეთანხმება უნდა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს რუსებამდე მივიტანოთ და მათი თანამშრომლობა უზრუნველყოთ. ეს პრეზიდენტია, ვინც ევროპელებთან ერთად ახორციელებს ამ ზეწოლას და სხვადასხვა ინტერესებს აბალანსებს. არ ვაპირებ აქ მიმდინარე ყველა დეტალის კომენტირებას, მაგრამ მისი ძალისხმევა უკრაინაში ომის წარმატებით დასრულებისთვის გადამწყვეტია. ის იყო ერთადერთი, ვინც ჩიხი გაარღვია პუტინთან, როდესაც პირველად დაურეკა მას გასული წლის თებერვალში. ის და მისი გუნდი ცდილობენ ზეწოლას უკრაინელებზე. მათ სურთ თანამშრომლობა, ეს უკვე დაამტკიცეს. ომის დასრულება სურდა რუსებსაც. ნახოთ ვლადიმირ პუტინი ითანამშრომლებს თუ არა. გენერალურ მდივნო, მადლობა დროისთვის.